დავაგზავნებთ ჩვენ თამაშს. ამ თამაშს ქვია ნაცნობი ფრაზები ჩვენს მეხსიერებაში. არა, ყველა ნაცნობი ფრაზა თქვა ჩვენ მეხსიერებაში რაც არის აქ. უნდა გამოიცნო გაჟღერდება ჩვენთვის ნაცნობი ფრაზები, რაც ბოლო ხანებში გაგვიგია, ტელევიზიით, პოლიტიკაში, ძირითადად პოლიტიკაში სხვაგასად გავიგებდით. ხო და იქნება ეფექტ დადებული. და ჩვენ ეს ფრაზა უნდა ამოვიღოთ. ოკეი, უნდა გამოვიცნოთ. დავიდა. მეგონი გიგის ყველაზე ძალიან გაუჭირდება ეს თამაში. შეიძლება გაუჭირდეს. მე მიყვარს ეს თამაში ძალიან. დავიწყეთ. მივესალმე აბდექი დემონსტრატიულად ხელი ჩამოართი იმ ანით მომსრო ასოს, მაგრამ ისეთი ძალა ვიგზენი იმის ხელში. მანიცის რა არის რუტი. რაღაცა. ვინ არის? ვინ არის და ის არის, კაცო, ლადო კახაძე იმას რო შეხვდა. სულუკიანს. რას ვიგზენ? ფრაზა? ანით მომცრო, მაგრამ იმისთანა ძალა ვიგზენი და რაღაცა. ორიგინალში გვაქვს ეს ხმა რომ მოვისმინოთ, რომ მართლაც ის არის რა, რუაში. იგივე ხმა რო გაჟღერდეს. ძალიან გქონთ ბატონი ლადო მომასმენინე. ორიგინალი ეს. მივესალმე აბდექი დემონსტრატიულად ხელი ჩამოართი იმ ანით მომსრო ასოს, მაგრამ ისეთის ძალა ვიგზენი იმის ხელში, რომ მანიცის რა არის რუტინა. მანიცის რა არის რუტინა. ესე იგი ბატონი ლადო, როდესაც ამ ფრაზას ამბობს, რომ აი ისეთი რიხით და იმით ამბობს, რომ მივედი, ხელი ჩამოვართი და აი მგონია რომ ნათალი ჭიქა უნდა ეჭიროს ხელში და სუფრასთან უნდა იდგეს. და მოგითხა ბატონ ლადო. ვერ კი დავლევდი ბატონ ლადოსთან. მაგ ყველაფერს მე გვაქვს მორალური უფლება. სხვათა შორის გელოდებით როგორ არა, აუცილებლად. აი, გავაგზავნე. შემდეგი ასეთივე კარგი ფრაზა გვინდა, რამე გაჟღერდეს გაწვრილებულ ან დაბოხებულ ხმაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიზნაობა. მე მგონია რომ ეს არის ჩვენი ორგზის პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი, რომელიც გამოვიდა და ჯერ ბატონი ბიზნაობა მოგილოცა და შემდეგ მას მიშას თავი მიგვარა. და მე ხა გამოვაცხადებ ზუსტად. ეს იყო ირაკლია რა ქვია? ირაკლია ღარაბაშვილია. ირაკლი გაბაშვილი. დავაი. შემდეგი. რომ დღეს არის შემოძმაო კაცურო კაცო ბიზნაობა. მაგარა კაცურად იქცა ეს სულ. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება 1 ოქტომბერი. ამას ბევრი რა შეიძლება. მე ერთი რამე თქვა რა, ერთი რამე თქვა. ვაფშე თავისთვის. კი. ოჩახი ირაკლი მაგრა კაცურად მოიქცა. არა, მოიქეცია. ოჩახი მაგრა კაცურად მიულოცე. მაგრა კაცურად მიულოცე რა. აი გავაგზავნე გემესიაში ნუ ჩავარდა. თუმცა წლიდან დაიწყეს. პროკურატურის ეს ვერი ხალხოცა არის მერიფისი ჩვენ. სიცილი რო იყო ის აკუბარდია, შეიძლება რომ ეგ გამოვიცნო? ისიდის? არა, ეგ არ მაინტერესებს. მე ნახე, შენ თქვი ვინ ლაპარაკობ, მაგრამ აკუბარდია იყო ზუსტად ის. კი, აკუბარდიავი არის ეგ. კაკუცას კატარო აუხტა. კონტროლი ამათ 98 წლიდან დაიწყო. არა, პორნი არის. ეს ვერი ხალხოცა არის. გედის ნახე, გედის. მე გედიას გედის სიცილით იგრძელი. გედი სადღაც 5 წუთის მერე ხდება რომ ეთერშია. ეგ მოწეხა ეთერში ვარ თუ კი ეთერში ვარ კაცო. ხახო, ამასობაში ჩვენ ვერ ვაფასეთ, მაგრამ მაგარ სამყაროში ვცხოვრობთ. აი, რო დაუკვირდეთ, აი გასახსენებლად როგორც ის მაგარ გასახსენებლად, როდის ამბობს გასახსენებლად, სიცოცხლის შემდეგ რო გავიხსენეთ ალბათ. რასაც სიცოცხლე მქონდა. მოდი, უკეთესი გასახსენებელი ვუსურვოთ ჩვენ ხო? კარგი და შემდეგი. ბახიზე სად დედიამით და შეიძლება იმასაც ორი დღე რა კოლექტორად ლაპარაკობ. გადაიჭრეს თავზე ბატა. რა ფასაბარაკობ. რა კოლექტორაზე მელაპარაკებ. არაფრის რო არ არის, აჩვენე. თვითონ ვიდეო? და ვიფოთ ეხა კოლექტორები და ვილაპარაკო. კანონი აღარ არსებობს, აჩვენები აღარ არსებობს. ეგ იცი როგორი არის, ყველა რო ვიძახით მიტინგის დროს, აი ეგეთი ბაზარი. ო რა ანუ. შეიძლება მე მგონი ეგ არის გაცხარებული გიგიულაგა. ერთი მყავს ნანი. აუ, გი. აი მე მახო თუ არ მეშრე, შეიძლება მეშრე. შენივე ციტირებებს და ბედიამის საშიშრება იმასაც ორი დღე რა კოლექტორად გადაიჭრეს თავზე მართლა. არა, ვანიკოსე. ეგეთი აი გუცბენ როგორი კულტურული სტუმარი ყავს, ეგრევე მიხვდა რომ თავის თავზე იყო ლაპარაკი და არ დააჭირა. მე დავინახე მის თვალს. მე ახლა სტუმარს ერთ რაღაცას. მაგრამ ვერ ჩაგითვლით მე სტუმარს ერთ რაღაცას ვკითხავ. მე პოლიტიკოსი ხართ, მისტერ, ძალიან კარგად იცით რა თქმა უნდა და ეს მთელი ხელოვნებაა თქვენი საუბარი. აქ მითხარი ხო 100%-ით გულწრფელი ხარ. აი აქ ხო ნამდვილად მაგრად გულწრფელი ხარ. აი აქ ხო მაგარი აკრიტული. აი, შემდეგი. კარგი, გიგი. გავაგზავნე. ჩეტო
ვინ არის? ჩეტო. რომელიც ჩეტო რას გაკეთებ? ჩეტოდან გიჟდება. კარგი, ორიგინალი გავუშვათ. ანუ ხო ეს დაუწმუნდეთ. ვიღაცა ჩეტო. ვინ არის ვინაცა რო ეკითხება, ვინ არის რომელიც ჩეტო? ანგრევს ყველაზე დიდი განთქმული ქართველი გინეკოლოგის, მიან გინეკოლოგიის და ბავშვებზე სურვის მამის იოსებ ჟორდანიას ინსტიტუტს პირველი სართული გამოცხელი აქვს და თბილისის კულტურული მემკვიდრეობა იღუპება. ამდენი ხალხი გამოვიდა, ჩეტო! შენ მამას რა უთხარი, ვერ ხედავ მთელი თბილისი გამოსულია? ქუთაისიდან და ცხოროს კუდა ხალხი გამოვიდა. გააჩერე მშენებლობები! გააჩერე! ნუ ანგრევ ჟორდანიას ინსტიტუტს! კულტურული მემკვიდრეობა! გამოიცნეთ. შემდეგი. შეხვედრის ორგანიზება. ნუ ესეც მსგავსი ამის თვისში გაეგო. შეიძლება დავაჭირო? აუცილებლად ეს მე მგონი არის შეხვედრის ორგანიზებას. მე მახსენდება შეხვედრების ორგანიზებას. გააჩერეთ, საკმარისია, დააჭირეთ. შეხვედრების ორგანიზება, როგორც კი გავიგე, მაპატიეთ შეიძლება ვცდები, მაგრამ მე წამი გვაქვს. შეხვედრების ორგანიზება, როგორც კი გავიგე, თავში ამომიტივტივდა პირველ რიგში ის ადამიანი, ვინც არის შეხვედრების ორგანიზების ოსტატი ჩვენს ქვეყანაში. და შეიძლება არიცით. და ჩვენს პრემიერ-მინისტრია. დიახ, შეხვედრების ორგანიზების ოსტატი ბატონმა ბიძინამ აქცია პრემიერ-მინისტრად. მე პირადად აქ მას აი ეს არის თავად ბატონი ბიძინა. აბარა ეს არის ეს არის მართლა შეხვედრების ორგანიზების ოსტატზეა საუბარი. კიდე მაგარი ფუნქცია თქვა. უკვე ნაშოვნი ფულის შემოწმება შეუძლია. ფული შეუნა რა. ნაშოვნი ფულის შემოწმება ანგარიშს. უბადლო შემოწმება ნაშოვნი ფული ზო. მოდით მეგობრებო, ჩვენ შეიძლება 3-4 სიცოცხლე ისე ვიცოცხლოთ, რომ ეს ჩვენზე ვერავინ ვერ თქვას, არავინ. მაგრამ ბატონმა პრემიერმა მოახერხა ეს და ეს საუბარი ეს ოქროს სიტყვები მას ეკუთვნის. შეხვედრის ორგანიზება. დიახ. ეს ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილი არა ვინ თქვა ეგ თქვი. ბიძინამ თქვა ბიზნეს გარდა ირაკლის არავინ არ აღარამბობს. არა, შეხვედრების ორგანიზება სიცილია მთავარ რო იწყებს. მე ესეთი კრიტიკულები ესენი არ მახსოვს. გავაგზელოთ. კი? გიტევთ, ხო ხედავ ახლა სერიოზულად გიტევთ ახლა. როდესაც აი დაახლოებით მართლა საითქი მართლა მოდის თქვენ. პოლიტიკა შედის სხვა გონია. აუცილებელი. ჩვენ მაგისტრი აუცილებელი ჩვენ უნდა გაიარეთ. რა თქმა უნდა. დავიდა. ასე კი არ დაგინდობა. აბა რა. გიგიმ კი იცის. თქვენც უეგრეა. იტყოდი ის მხრივ რომ ეს სიტყვები წავართვა. ეს რომ ხოლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდევ ხოლამაზია. დიპლომატია, ხოლამაზია ეს ჩემი ცოლი. აუ, სალამაზურაბიშვილი თუ იტყოდა ეგრე თორე. კიდევ უფრო ლამაზი, ეფექტური. ხოლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდევ უფრო ეფექტური მინდა. ეფექტური. ხოლამაზია ჩემი ცოლიო, გამოთქმა ხორიო და ხოლამაზია ჩემი დიპლომატია, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. სალომე ზურაბიშვილი. იტყოდი ის მხრივ რომ არა, აშკარად როგორ სიტყვებს ყველა დადევნებს თო. მაგას ვიზახით რომ კაცი გამოუზარდეს ახალი დიპლომატია. კიდევ უფრო ლამაზი მინდა, კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური. მინდა და პოლიტიკაში ჩამრთეს. გაინათ, დიდი სიამოვნებით ხალბატონო პრეზიდენტო. კი ბატონო. ლამაზი დიპლომატია კარგი იქნება. ზედმეტ იმის გარდა შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. აი გამოიცნო. ეს გამოვიცანი. ელებს წევს. ეს ყველაფერი ზუგდიდში ხდება. ეს კაცი კიდე იძება ვერი. კი, ესებუა. აი ისე არ უნდა. აღასრულებოდი. ღემდე არ დაუჭერ. ოღონდ ამას არ მიეწეროსო გაიგე და ტიპი გაუჩნდა. ფათაშორი. ენრიკე იგლესიასის. ოღონდ შენ არ ჩაგფლოდა რამეში. არა, ორი წელი გავიდა უკვე. დაუმატეთ ნახევარი მილიონი მიცდა. რა კიდე ჩანაცვლებოდი, წაიღებდი მაგფულს და წახვიდოდი და ვერ დაგიგებდი. ფათაშორის მართლა ხო? გატანდა. ეს იმას გაგატანდა. მართლა გაგატანდა. მილია ისე ვერ გახდება. თბილისის მე როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. ეს იმინა ირაკლი ღარიბაშვილის ნახმარი. აბა თქვით თქვენ დაასახელეთ? ირაკლი ღარიბაშვილი. მილია ისე ვერ გახდება.
თბილისის მიერ, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. და სხვათა შორის ძალიან დიდი შანსი. ოდესღაც რას ამბობდა იცი ნელია ისე ვერ გახდება თბილისის მიერ, როგორც მე საქართველოს პრემიერიო იძახდა. ოდაგ რა სიტყვები. ოდესღაც მაგასაც იძახდა. მაგ რა სიტყვები იცი შეიძლება ჩინეთის კორეის პრემიერი გახდეს. ჩემო ძმა. ისეთი რას გონით მე და შეიძლება გახდეს. დასვან. და მე არც კი მახსოვს რა ანგარიში დამთავრდა ეს თამაში, იმიტომ რომ ძალიან ბოლო პერიოდში ერთი-ორი დარტყმა მქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მოდი ესე განვალაგოთ, გადამწყვეტ თამაშს გთავაზობთ. კონტრა. ვინც მოიგებს, მოიგებს. ხო. კონტრა მთავარი ბიჭების ეთერში. და ვიწყებთ ჩვენ შემდეგ თამაშს, რომელსაც ქვია, არ ვიცი, ესე დავარქვათ რა. ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსების სახეები ჩვენს ქართულ კინემატოგრაფიაში. ჩვენი რა დაარქვით? არაჩვეულებრივად დაარქვით. ესე იგი რა შემდგომარეობა? აქ მონიტორზე გაგვეჩითება ფოტო კინოდან და ჩასმული იქნება დღევანდელი არსებული პოლიტიკოსის სახე. ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა ფილმია და ვინ არის ჩასმული. ოკეი. ფილმი თუ მარტო მსახიობიც რო გამოსცენ ფილმი არ ვიცოდეთ? ჩამჭრა შეკითხავს შენ თავი დაანებ. მაგრამ პოლიტიკოსი ვინ იქნება ხომ მივხვდებით? მაგრამ უნდა მივხვდეთ რომელ ფილმში. აი მთელი ტრიკი იმაში ორივე უნდა. აი მაგალითად შეიძლება იყოს რომელიღაც პოლიტიკოსი, რომელიღაც ნუ კი არა, ასეც იქნება. მსახიობის სახეში და ორივე უნდა გამოვიდეთ. მოდი დავიწყოთ შევხედოთ. გზაში გავერგო. დავაი. იძინა და ანუ საკმარისია რო თქვა ვინ არის, თუ ისიც უნდა თქვა რა. რომელ ფილმშია ის უნდა გამოიცნო. აი, გასაგები რომ ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ფილმი რა? ბაშიაჩუკი. ბაშიაჩუკია? ჯაყოს ხიზნე. არ ვიცი ერთი წამით. არა, ბიჭო, უკანო აივანი ნახე რა, ის ბაშიაჩუკს რა. არა, ბაშიაჩუკი ეგეთი ჩოხი. ბაშიაჩუკია. ეს არის რაღაც ხარებადაგოგია, არა. ის თბილისია. არა, ის. მე მაგ ვერსია. ის ვარიანტი არ არის, დათათოში ხეს თბილისის ვარიანტი. არა, შეიძლება იქაც მერს ვიგებდნენ ამ ძველი მეებს, მაგრამ შეიძლება იყოს ხა მე ვაფშე ვერ ხვდები ახლა. მეგონი იდეოლოგიურად ძალიან კარგად ზის. ეს ისეთი ქუდია რა. რაღაც ხენზე ზის, ან ჯორზე მაგ. ვანიკოს რაღაცას. მე ვერსია მაქვს რომელიც იდეურათაც ზის და მე მგონია ჯორზე ზის უკუღმა. ზევს პროდიუსერი მაგას გაითვალისწინებდა, იმიტომ რომ ბიზნესი ხო არის და მეორე არის ყვარყვარე. ყვარყვარე. ეგ არის. მაგრამ შენ ვერსია მარტო ყვარყვარე რო ეგ არის. ოჩახ ბატონო გარბი, საეგბო მე. მოხევს ეგ. სახეც იგივია. კი, არა, ჯორი და ცხენი გამოვიცანი, რაგინი. გავიყოთ ეს. გაქცევის ამბავში. ერთი და იგივე, ჯორი და ცხენი ისინი ერთი და იგივე. შემდეგი. აჰა. ბიჭო, გამოვიცნოთ. გიგი უგულავა, ოღონდ უგულავა პირველი მერცხალი. არა, მოიცა ერთი წამი. არა, პირველი მერცხალი. ალშინოთ გაზდა რომ იწვის თუ არა? არა. პირველი მერცხალი. ბიჭო, ის მეგონა, მაგრამ იასონა არ არის ბიჭო. მოიცა ბიჭო, ერთი წუთი შეიძლება ეგ არის, მაგრამ ეს თუ იასონია და მართლა იასონია. არა, დოდო აბაშიძეზე უნდა წავიდეთ სამივე. როგორ ვიდები და ამიტომ იასონა. დასწრებული, ჩვენ ტყუილა მსჯელობთ, დასწრებული. თან ფოთი იდეურად აბსოლუტურად სხვა ფილმი და არის. ფოთში ფეხბურთი და მთელი ამბავი. მერცხალი და იასონი. ისე პოლიტიკაში ნახევარი ძალით იყო თუ ბოლო? ათნე რო. როდისო, აი? ეგ არის. იასონ. შემდეგი. იასონ. ესე ასნი მე ვიცი კაცო, ყველა მიცის რაც არის არის. დოქსოპულო. ორივე ვიცი. არა, დედა, კაცო, დოქსოპულო. ვარლამ არა ვიცი არა, ეს ტყავი. სათვალე აკლია. ჩემი აზრით, სხვადასხვა ცოტა ისაკლია, ულუაში. არ გაერთია. ბიჭო, როგორ გაუკეთებია შეხედე ამ ოხერს რა? რა კარგად არის. ეს არის ვაცალი. ირაკო, გაბრიელ. ვაცალი. საფრთხნელი საბრალოები. დამთხნელი საბრალოები. შემდეგი. აი. აუ, ეს ის არ არის. კარაზე ხო არის და კარაზე კი არა. დავაჭერ რომელია. კავკასიერი ტყვე, კავკასიერი. არა, ეგ არის. ქართულ ფილმები. ქართული არ რომანი. ხიალური რომანი. ეგ არის ეკა, მამის მკვლელო. მამის მკვლელო. არა, ეგ არის. კი, ეგ არის. ეკა ფილმიდან. აქაც ეკა და იქ მაგრამ ხიალური რომანია. აქ ხიალური იმერერამე ეგ არის. გავაგზელებ. დავაი, შემდეგი. ეს ჩემს სოფელშია გადაღებული რო იცოდეთ რა სიყვარული ყველას. ბიჭო რა კაია და მამიდა ჩემი სცენა. აუ რა კაია. ბატონო. შემდეგი წავაგეთ წავასხით. ავე ფოსტანეონი კაცო. ხო. და უბრალოდ გია ბუღაძე რო თქვათ და დავამთავროთ. არ არის გია. არა ბიჭო, რა ვიგაბულს ის არის. ხუმრობს. მიავს გავსწავლე. უანტანოსიც. ვაშაძე. ვაშაძე დამ
არადა ჩასული იყო პირდაპირ სერგო ზაქარიას ზუსტად ეგ კადრი ამოვიდა. იმინა გეკითხება რომ პირდაპირ მაინც არა ის ზუსტად ეგ დღე პირველი დღე უკანასკნელი. დღე პირველი დღე კი ბატონო, ზუსტად ეგ მეგონა რომ ყოფილა თურმე სიყვარული ერთ ერთმა ვერ გამოიცა. შე მეორე შემდეგ კიდე დაგჭე ოპა ეს ის არის მინინო ეს ფოტო ამომიბეჭდა ვაიმე, გეხვეწ, სად არის? არ ვიცი, მიყურებ თუ არა, გიორგი გახარია. სადმე რო გექნება? კორპორაციული ივენთი, კარნავალი ან რამე, აი ძმაო, ეს ჩაიცვი. აი მე გეუბნები რა, ეს კაშტი დაითრიე, ეს კები დაითრიე და გაჩერებული სა. კი, აი ნებისმიერ კარნავალზე იქნება საოცარი. მაგრადა ო ვიმე აი შემდეგ Скажи, пусть подружку возьмет, грузин. ტრასტე რუბაშკი და პრალეს მარგალიტა დაიდა ეკა ბესელია ეკა ბესელია რა ფილმიდან რა შერეკილები დავაგზელეთ რაღა გავაგზელეთ აზრი. აი, ბიჭო, კარგი, ცოტა შეაპაუზეთ რა. ბოდიშით ეს გზა მიმიყვანს პრეზიდენტის სასახლემდე მაგ ფილმს ასახელებ? ეს გზა ტაძართან მიმიყვანს ორი ყოფილაში კიდაც არა, სალომე უნდა კითხულობდეს უკაცი გადა. ეს გზა ნოტრდამთან ეს მიმიყვანს. გზა მიმიყვანს შარლ მიშელამდე მხრიდან უკაცრავად ეს გზა შარლ მიშელამდე მიმიყვანს საკმარისი ხო არ არის იმისთვის რომ გამარცხება ვაღიაროთ. საკმარისი არის, ჩვენ ხوار უნდა დავემსგავსოთ ვიღაც მთავრობებს. ხوار უნდა დაგჭირდეს 700 არჩევნები. ხوار უნდა დაგჭირდეს საგიჟეთების კეთება რომ ვაღიაროთ. დანებდი რა დავმარცხდით. პრეცედენტი გარდამტეხი აღმოჩნდა თქვენი ხალი გადაესხას გილოცავთ. არ გაგაგებო მაინც ბოლო გადაცემა ბოლო შენ კიდე გაგიმართლა